საქართველოდან 2025 წელს იანვარ-თებერვალში 45%-ით მეტი ღირებულების თხილი და კაკალი გავიდა ექსპორტზე, ჯამში 18,6 მილიონი დოლარის ოდენობით. მზარდია როგორც თხილის საექსპორტო მოცულობები, ისე სარეალიზაციო ფასი, რომელიც $6 აჭარბებს. რამ განაპირობა ქართული თხილის საექსპორტო მოცულობებისა და ფასის გაზრდა, რას ელოდებიან თხილის მწარმოებლები მომდევნო თვეებში და სად გვაქვს დღეს მთავარი გამოწვევა, რომელთა გამკლავებაც სექტორს მოუწევს. ანუკა ჯოხაძე არკვევდა თემის დეტალებს და შეფასებებით ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება ანუკა გისმით. ნინო, ბოლოს 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 84,4 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების 13,700 ტონა თხილი გავიდა. მხოლოდ იანვარ-თებერვალში კი ექსპორტირებული თხილისა და კაკლის მოცულობა 18,6 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 45%-ით აღემატება. გაზრდილია ექსპორტირებული თხილის სარეალიზაციო ფასიც, რომლის ზრდასაც ბაზრის მოთამაშეები ისევ ველოდებიან. ჯენერაციის დირექტორი ჯენე ბელქანია გვიხსნის, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ფასების ზრდის მოლოდინს ქმნის, თურქეთის თხილის სექტორში მოსალოდნელი კრიზისია, რაც აზიური ფაროსანით არის გამოწვეული. მისი თქმით, ის რაც საქართველოს წლების წინ გაიარა, თურქეთი ახლა გადის და ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება ქვეყანას არ აქვს. მისი შეფასებით, სავარაუდოდ გასულ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა ხარისხიან თხილზე, რომლის მიწოდების დიდი რესურსი თურქეთს არსებული გამოწვევების ფონზე არ ექნება. ამ დროს კი საქართველოს აქცენტი მაღალ ხარისხიანი პროდუქციის მოყვანაზე უნდა გააკეთოს, რომ ბაზრის მოთხოვნას შესაბამისად უპასუხოს. მომავალ წელს თურქეთს იქნება უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე 2024-ში ქონდა, 25-ში იქნება უფრო მეტი გამოწვევა, უფრო მეტი ფაროსანა გამრავლდება და აქედან გამომდინარე იქნება ხარისხთან დიდი პრობლემა. საქართველოს აქვს უფრო მეტი გამოცდილება, რადგან ჩვენ 4-5 წელია ეს ფაროსანა გვიტევს, აქედან გამომდინარე მეტი გამოცდილება აქვს ფერმერს, სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რომ უფრო მაღალი ხარისხის თხილი მივიღოთ, ანუ რაოდენობრივად და ხარისხობრივად. აქედან გამომდინარე ჩვენც გვექნება მაღალი ფასი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ფერმერი მოიყვანს მაღალი ხარისხის თხილს, იქნება ექსპორტის ფასიც მაღალი. სოფლიოს სხვა მწარმოებლების მხრიდან ხარისხის გაუარესებამ უკვე საქართველოს კონკურენტულ პოზიციაში მოიყვანა, რაც წლებია დაკარგული გვაქვს და ეხლა არის პერიოდი, როდესაც ნორმალურ სტანდარტულ ბაზრად მოვისაზრებით. აქ ამას აქვს მნიშვნელობა ის, რომ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამას ქარხნები მარტო ვერ შეძლებენ ვერავითარ შემთხვევაში. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფერმერების რაოდენობას, რომლებიც თავიანთ ბაღებს უვლიან. მომდევნო 2 თვის განმავლობაში თხილის ფასის შემცირების მოლოდინი აქვს საქართველოში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა თურქული ლირის გაუფასურება იყოს, თუმცა ის ამბობს, რომ სამომავლოდ ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ხარისხის თხილზე უფრო მეტი მოთხოვნაც იქნება. ჭითანავას თქმით, აუცილებელია ფერმერებმა დროულად განახორციელონ წამლობა და მიზანმიმართულად გამოიყენონ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. როგორც ის ამბობს, გამოწვევა ამათ შორის არარეგისტრირებული მცირე ზომის თხილის საწარმოებიც, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან და ბაზარზე მომუშავე კეთილსინდისიერ ბიზნესებთან კონკურენციაში შედიან. მნიშვნელოვანია შეიძლება შეისყიდო აგროქიმიკატი, აქ არის მნიშვნელოვანი რა ხარისხის აგროქიმიკატი შეისყიდი. მეორე არის მნიშვნელოვანი ის, რომ შენ სწორად გამოიყენო ეს აგროქიმიკატი და დროულად გამოიყენო. მეორე საკითხი, რაც ჩვენთვის არის პრობლემა, არის ნიადაგების მჟავიანობა. ჩვენთან დასავლეთ საქართველოშია ძირითადად აკუმულირებული თხილის კულტურა და სამეგრელოში, გურიაში ნიადაგები არის ძალიან მჟავიანი და ამისთვის აუცილებელია კირით ნიადაგის დამუშავება, რომ სტიმულირება მოახდინოთ და მცენარეში შეეძლოს ნივთიერებების ათვისება. დაახლოებით 20-30%-ით უგდებს, კი არა მეტითაც მოსავლიანობას მჟავიანი ნიადაგი. მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის არარეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორები თხილის სექტორში, როგორც არის თხილის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, რომლებსაც სერტიფიცირება არ გააჩნიათ და ეს საწარმოები, ვინაიდან არ ექვემდებარებიან დაბეგვარს, არ გააჩნიათ საკრედიტო ვალდებულებები და ასე შემდეგ, კონკურენციას უწევენ დიდ ქარხნებს, რომლებსაც არ აძლევენ თხილის შესყიდვის. ეს არის ჩვენი შიდა საბაზრო გამოწვევები. რაც შეეხება ქართული თხილის ექსპორტის გეოგრაფიას, ძირითადი საექსპორტო ბაზრები იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, რუსეთი და შვეიცარია, თუმცა ადგილობრივი ბიზნეს წარმომადგენლები ამბობენ, რომ იზრდება მოთხოვნა ჩინეთის ბაზრიდან, სადაც ძირითადი ინტერესი გაუტეხავთ თხილზეა, თუმცა აქაც გადამწყვეტი მაინც მაღალი ხარისხია. მადლობა ანუკა, თხილის ბაზაზე არსებულ ტენდენციებზე ანუკა ჯოხაძე საუბრობდა.